რაღაც ეტაპზე ჩვენ ახალგაზრდობაში ვთვლით რომ მამები ვართ იმისათვის რომ მატერიალური და უზრუნველ ვყოთ ჩვენი შვილები და მათ სწავლაში ხელი შეუწყო და ამიტომ ჩვენ უნდა ვიმუშაოთ და რაღაც თუმცა ამ მუშაობაშიც და რაღაც ამ საქმიანობაში ყოველთვის შეგიძლია კარგად რომ დაგეგმო რომ ეს რო გამოიყენო ეს არის ჩვენი მხრიდან უფრო საკუთარი თავის პატიება ან თვალის დახუჭვა მაგრამ აი ერთი არის ახლა ეს პასექის დღესასწაული არის ებრაელებში ხო და ერთი აქვს საოცარი ეს რელიგიური ებრაელები და მოდის მაგრამ ტრადიცია უკვე არარელიგიურ ებრაელებშიც არის გამორიცხულია რაც არ უნდა ხდებოდეს პარასკევის საღამო დღე და შაბათი მთელი დღე ეს არის ოჯახზე დათმობის დღე არ არსებობს რომ ყველა ერთად არ შეიკრიბოს ვახშმად პარასკევ დღეს მაინც და იქ არის უკვე ოჯახი სადაც მღერიან ეს არის სპეციალური საგალობელი სიმღერა როცა სინაგოგიდან ბრუნდება ოჯახი ძირითადად მამაკაცები პატარა ბავშვი პატარა კაცებიც მიყავთ შვილები და გოგონები დედასთან ერთად სანთელს-ანთებენ სახლში და ეხმარებიან სუფრის გაწყობაში და როდესაც მამაკაცები მოდიან მაშინ ხდებიან სუფრასთან მაგრამ სანამ დასხდებიან მანამდე არის ასეთი ტრადიცია რომ სინაგოგიდან რო ადამიანი მოდისო ლოცვის მერეო მას მფარველი ანგელოზები მოყვებიანო აცილებენ სახლამდეო და მე არის სიმღერა ანგელოზებზე მადლობის თქმის და ანგელოზების გაცილება აი ეს სიტყვები არის რა და მთელი ოჯახი ღერისო მშვიდობის და ჩვენო დამცველო ანგელოზებო მადლობა რომ მოგვაცილეთ სახლამდე და ახლა წაბრძანდით მშვიდობით და აი ამ სიმღერის მერე უკვე შაბათის დადგომისთვის მერე არის აი სწორედ ეს ღვინის დალევინება ერთი სასმისიდან ოჯახის ყველა წევრზე ჯერ მამაკაცი უფროსობის მიხედვით და ასე მერე და მერე ოჯახის უფროსი ქალი და მერე გოგონები და მერე წყდება პური მარილით და მერე იწყება ვახშამი და იქ არის სხვადასხვა უკვე კვირის განმავლობაში ბავშვები თუ სკოლაში რა ხდება როგორ არის რაღაცა და ოჯახების უმეტესობა ამ ტრადიციას იცავს და აბსოლუტურად არარელიგიურებიც კი ვახშამი შეიძლება იმათო სულ არ იგალობონ და არ იმღერონ მაგრამ და უკვე დაგეგმილი აქვს შაბათ დღეს რა აქტივობები უნდა გააკეთონ ხა შაბათ დღეს რელიგიურებისთვის არ შეიძლება მანქანის აკოქვა ამიტომ ალბათ სადღაც სახლის გარშემო ეზოში ან ქუჩაში ან რაღაცა გადიან და ტელეფონის ხმარებაც არ შეიძლება და მოწყვეტილები არიან გარე სამყაროს ვითომ მაგრამ არიან ყველაზე საუკეთესო სამყაროში ეს არის შვილებთან დროის გატარების პერიოდი და ის ბავშვებისთვისაც უკვე ის მამაც და დედაც ავტორიტეტები რომელთანაც და ყველაზე საყვარელი და ყველაზე მათთვის სანდო ადამიანები რომელთან ერთადაც გოგონები და ბიჭები ატარებენ დროს. ვიტყვი თუ შეიძლება რა არ ვიცი ჩვენ ქვეყანას იმედია ოდესმე ეღირსება და გახდება ესეთი ქვეყანა რომ აი ესეთი ამის შესაძლებლობა და ესეთი ფუფუნება დაალაგებული ქვეყანაა და იმიტომაც ახერხებენ და აქ მაგას ვერ იზ ამიტომ რომ შაბათ-კვირასაც უნდა ემუშაო ოჯახი არ ჩინო. არ დაგეთახვევით. არაფრით არ დაგეთახვევით. ქვეყნის აშენება იწყება თითოეული ჩვენგანისგან. ჩვენ თუ ოჯახს ასე დავუწესეთ და ასე გავაკეთეთ და ეს სიმფონია იქნა მეუღლეებს შორის და შვილებს შორის კარგი ჩვენ მშობლებიდან ვერ გადმოვიტანეთ ეს. ჩვენგან კი ბატონო. ისე უწმინდეს დაუბრუნდები. მშობლებს თხოვდა ხოლმე რომ დალოცე და აკურთხეთ თქვენი შვილებიო და შვილებს თხოვდა რომ მშობლებისგან ლოცვა-კურთხევა აიღეთო, იმიტომ რომ იმაზე მეტი ლოცვა-კურთხევა არ არის. ხო, ხანდახან ჩვენ გავრბივართ ხოლმე ვიღაცას და რაღაცა მშობელზე მეტი დალოცვა არ არსებობს. და უფრო მეტი გულშემატკივარი განაკვავს ვინმე ცხოვრებაში არ არის, ხო? ისინი არიან სულ სხვაზე და მე და ყველა დანარჩენი ყოველთვის, ყველგან ყოველთვის ასე არის და რამდენჯერ შეგვისრულებია ჩვენ მაგალითად რომ საკუთარ დედას ან მამას ხელზე ვემთხვიოთ. არც ერთ სამწუხაროდ არც. ხო და მე ქვეყანას რასაბრალი. დაბრალებაში მაგრები ვართ, მაგრამ მაინც. სულელება იწყება თითოეული ჩვენ საკუთარი თავით. მე არ ვიცი, მე ხელზე თქვა კი არა ბატონ ლაშა. დედაჩემს რომ დაურეკავ ხოლმე ერთადერთ რაღაცას თქოს სურამშია დედა მე თბილისში ვარ და დღესარე ადგილზე ყოლია შორები იქ არიან და დღეს ერთხელ დამირეკე უბრალოდ შენი ხმა გავიგონ თუ ვერ მირეკავ ის გამომიგზავნე მაგასაც ვერ ვახერხებ რა მოხერხება მაგას და დღეში ას მოისგზავნე მე რაღაც ეტაპზე შემეცვალა ეს დამოკიდებული აი ტელეფონი რომ მირეკავს ვისთან ერთადაც უგაცალე და ჩემი რეკავს
იმიტომ რომ ზუსტად ვიცი რომ ისე არ შემაწუხებს. ხმის გაგონება კიდე ახლა მესიჯები ისწავლა და ნუ ეს კარგად ვარ. დედაც ძირდა მესიჯებს წერს, მაგრამ იმას სიამოვნებს შემიხმარო ესმის და შენ ვოისი გამომიგზავნე და მირჩენია. დაარწმუნა ისე როგორც შვილებზე ხო ნერვიულობ შვილი რომ დიდი ხანი არ შეგეხმიანა. სამწუხაროდ ამას ვგრძნობთ მაშინ როცა შვილები, ახლა შვილებს რასაც უხსნი ხოლმე ძალიან ხშირად მიწევს თქმა. ამას გაიგებ როცა თავად მშობელი გახდა. გუშინაც ეგ ტექსტი ვქონდა მეც. მაგრამ გვიანი იქნება. ხო. კი. და მართლა ეგრეა ახლა ბევრ რაღაცას ვაცნობიერე, როცა მშობელი გავხდი და ხვდები თუნდაც რას განიცდიდნენ და რაზე ნერვიულობდნენ.